სისტემურ ცვლილებებზე კამათობენ ამერიკაშიც ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა მიიღო, საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა და ბევრი გაუგებრობა და ბუნდოვანი მოლოდინი გააჩინა. ტრამპის განკარგულებით გაუქმდა განათლების ფედერალური დეპარტამენტი და პასუხისმგებლობები ფედერალური მთავრობიდან ცალკეულ შტატებს გადაუნაწილდათ, რაც ტრამპის აზრით მისცემს შტატებს საშუალებას უკეთ მართვან განათლების პოლიტიკა. ცვლილებას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. განათლების ექსპერტულ წრეებში მომხრეების ნაწილი მიიჩნევს, რომ შტატებისთვის ავტონომიის მინიჭება მათ მოქნილობას და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებას შეუწყობს ხელს. ერთნი კი შიშობენ, რომ ფედერალური ზედამხედველობის გარეშე შესაძლოა გაჩნდეს შტატებს შორის უთანასწორობა განათლების ხარისხში. ჩვენი ინტერესია გავარკვიოთ, რა გავლენა ექნება ფედერალური დეპარტამენტის გაუქმება საერთაშორისო სტუდენტებზე. ექსპერტები შიშობენ, რომ აქაც არის რისკები. შალვა ტაბატაძე გვერდდება ამერიკიდან, განათლების საკითხების ექსპერტია. საღამშვიდობის ბატონო შალვა. მოგესალმებით. უბრალოდ ახლა ამერიკიდან არ გიერთდებით აქ ვარ ჩამოყალიბებული. კი ბატონო, მაგრამ თქვენ ამერიკაშიც ხართ ხოლმე ხშირად და იქაურ ამბებს ძალიან კარგად იცნობთ. მიხარია რომ საქართველოში ხართ. ბატონო შალვა, ერთი შეხედვით ჩვენ რაში გვეხება, მაგრამ სინამდვილეში გვეხება. ჩვენი მთავარი კითხვა არის, შეეხება თუ არა ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სტუდენტებს და აი ამ გადაწყვეტილების პოზიტიური და ნეგატიური გავლენები რა შეიძლება იყოს, რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს და შემდგომ უკვე შეგვიძლია ჩავშალოთ პროექტების და პროგრამების მიხედვითაც. კი ბატონო, მოგესალმებით. ხო, ამ გადაწყვეტილებამ საქართველოში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ხმაური და ბევრი კომენტარი ვნახე, მათ შორის ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამერიკის განათლების სისტემაზე, ზოგადად განათლების სისტემასაც არ იცნობდნენ და იყო აღქმული თითქოს ეს იყო აღიარება იმის, რომ ჩამოშლილია განათლების სისტემა ამერიკაში. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ აპრიორი უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ეს არ არის საქართველოს ტიპის ქვეყანა, ეს არის დიდი ქვეყანა, სადაც უამრავი შტატია, ისედაც არის დეცენტრალიზებული განათლების სისტემა და უდიდესი ნაწილი ფუნქციებისა და პასუხისმგებლობისა გადანაწილებულია შტატების განათლების დეპარტამენტებზე, ისევე როგორც სასკოლო ოლქის სამმართველოებზე და უშუალოდ სკოლაზე. უმაღლესშიც შესაბამისად, ფედერალური მთავრობა ამ შემთხვევაში არ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განათლების პოლიტიკის გამტარი, არამედ უფრო სხვადასხვა მიმართულებებით განსაზღვრავდა ზოგად განათლების პოლიტიკას, ატარებდა კვლევებს, რომ განესაზღვრა ის საჭიროებები, რომელიც იყო ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვან კოორდინაციას უწევდა მათ შორის აკრედიტაციის პროცესს, კი შტატები ახდენენ აკრედიტაციას საგანმანათლებლო დაწესებულებების, თუმცა მააკრედიტირებელი სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობდა ფედერალური საგანმანათლებლო დეპარტამენტი. ისევე როგორც შეფასების კომპონენტი არის მნიშვნელოვანი და ასევე მნიშვნელოვანი იყო სტატისტიკის მართვის კომპონენტი და მონაცემების და როგორც ჩვენთან არის საქართველოში ემისის მსგავსი ტიპის სამსახური სწორედ ფედერალური განათლების დეპარტამენტის ქვეშ იყო. რაც შეეხება პროგრამული თვალსაზრისით, აქაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა იყო, როგორც სკოლამდელი, ასევე ზოგადი, ასევე საშუალო უმაღლესი განათლების საფეხურზე და მთავარი ფუნქცია იყო, რომ რაც შეიძლება მალე მომხდარიყო რეაგირება, თუ კი რომელიმე შტატში გარკვეული პრობლემები იყო და ეხმარება განათლების დეპარტამენტი შესაბამის შტატებს, რომ ეს უთანასწორობა შტატებს შორის არ გაზრდილიყო და ყველაზე მეტი დახმარების საჭიროების მქონე სკოლებს ის ეხმარებოდა. ისევე როგორც ორიენტირებული იყო სპეციალურ განათლებაზე, ორიენტირებული იყო უმაღლეს განათლებაზე, თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე, ისევე როგორც ორიენტირებული იყო გენდერულ თანასწორობის საკითხებზე განათლებაში. ზოგადი თვალსაზრისით ჰქონდა ეს მიმართულები, თუმცა აქ უნდა ვთქვათ, რომ განათლების დეპარტამენტის დაშლამ, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა, ეს პროცესი მიმდინარე პროცესია, არ გულისხმობს, რომ იმ პროგრამებს და იმ ფუნქციებს,
კი არ შეასრულებს, არამედ ის გადანაწილდება სხვა კი ბატონო. ბატონ შალვა, აქ მაქვს ორი ცალ-ცალკე კითხვა. მოდით ჯერ დავიწყოთ იმ პრობლემებით ნეგატიურ გავლენებზე, რას საუბრობენ რაღაც ამერიკულ ექსპერტულ წრეებში, რომ შეიძლება საერთაშორისო სტუდენტებს შეუქმნას ვიზის პოლიტიკის გაურკვევლობა, სტიპენდიების და გრანტების შემცირებაზე საუბრობენ, ასევე სწავლის გადასახადების ზრდაზე, რადგან უკვე შტატებზე გადანაწილდება ეს პასუხისმგებლობა, შესაძლებელია რომ ფედერალური სუბსიდიების შემცირდეს, რაც გაზრდის გადასახადებს კონკრეტულ უნივერსიტეტებში და ასევე თქვენ ახსენეთ აკრედიტაციის საკითხი და შიშობენ რომ დიპლომების აღიარება და აკრედიტაციის პრობლემები დადგება უბრალოდ საერთაშორისო სტუდენტებისთვის უფრო რთული გახდებაო იმის გარკვევა, რომელი უნივერსიტეტია საერთაშორისო და აღიარებულიო. აი ამ 4 პუნქტში რამდენად არის ლოგიკა და რამდენად არის რისკები, რომ მართლაც ასე მოხდეს და მოდით ვიზების პოლიტიკით დავიწყოთ, იმიტომ რომ საერთაშორისო სტუდენტებისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ეს არის. კი ბატონო, ხო, რისკ ფაქტორები უკავშირდება მთლიანად ამ რეორგანიზაციის პროცესს და ეს მარტივი პროცესი არ იქნება და ამ რისკ ფაქტორებს იმიტომ ხედავ. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ ვიზების რეგულაციების გარეშე უბრალოდ ფედერალური დეპარტამენტი და განათლების იყო აქტიურად ჩართული მიგრაციის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის უნივერსიტეტებისთვის უფლებამოსილების მინიჭების, რომ შესაბამის სავიზო რეგულაციები გაეკეთებინათ. ისევე როგორც საერთაშორისო აღიარებასთან დაკავშირებულ თუ აკრედიტირებულ ორგანოების აკრედიტაციის საკითხში გარკვეული ჩიხი შეიძლება შეიქმნას. ანუ ეს არის ის რისკ ფაქტორები და მოლოდინები, რაზეც არის საუბარი, როდესაც ამ ტიპის ბიუროკრატიულ რეორგანიზაციას რაც შეიძლება მოყვეს. ანალოგიურად იგივე რატო არის საუბარი, რომ საერთაშორისო სტუდენტებს შეიძლება შეექმნათ საკითხი დაფინანსების, ანუ ფედერალური მთავრობა პირდაპირ წესით არ აფინანსებს საერთოდ საერთაშორისო სტუდენტებს და ფედერალური პროგრამები, რომელიც ხორციელდებოდა განათლების დეპარტამენტის მიერ, საერთოდ არ ეხება საერთაშორისო სტუდენტებს, თუმცა ის რისკ ფაქტორი, რომელიც ამ შემთხვევაში არსებობს, რომ შესაძლებელია პროგრამებს, რომელსაც განათლების დეპარტამენტი არ ხორციელებდა გარკვეული, თუნდაც შეფერხება შეექმნას, თუნდაც დიდი რაოდენობის საქმეების ამ მცირე ბიზნესის დეპარტამენტისთვის გადაცემის თვალსაზრისით, ანუ იგივე ამერიკელების სტუდენტების დაფინანსების კონტექსტში, რასაც ფედერალური მთავრობა ახორციელებდა, ისევე როგორც საგრანტო და კვლევითი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, რომელიც ასევე ჰქონდა, თუ კი ეს დაფინანსების პრობლემა უნივერსიტეტებს შეექმნება, ავტომატურად უნივერსიტეტები გარკვეულ პოლიტიკას გაატარებენ, თუ როგორ უნდა მოახდინონ საკუთარი ხარჯების ოპტიმიზაციას და ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს, რომ მათ შეამცირონ ის სკოლარშიპების რაოდენობა, რომელსაც ისინი გასცემენ, მათ შორის საერთაშორისო სტუდენტებთან დაკავშირებით. ამიტომ ამ ბატონო, Fulbright-ს მინდა რომ გკითხოთ, ვიცით რომ საქართველოდანაც Fulbright-ის პროგრამის მოსარგებლე ძალიან ბევრი სტუდენტი ყავს, ვიცით რომ ფედერალური მთავრობა აფინანსებდა Fulbright-ს, მაგრამ ესე როგორ უკავშირდება Fulbright-ის პროგრამა ფედერალურ ბიუჯეტს, რაღაც ცოტა ჩახლართული ამბავია, მე გულწრფელად რო გითხრათ, კარგად ვერ გავარკვე, იმიტომ რომ ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა კონტროლის მექანიზმი იმდენად რთულია, რომ პირდაპირ არც ეხება. არ ვიცი, მითხარით გაგვარკვიეთ Fulbright-ის პროგრამის მოსარგებლებს, ხომ არ შეექმნებათ რაიმე პრობლემა, რამე რისკები დადგება თუ არა? ხო, პირდაპირ განათლების დეპარტამენტის გაუქმებასთან ეს დაკავშირებული არ არის, ამის ადმინისტრირება სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებდა ამერიკის საელჩოსთან ერთად და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ის პროგრამა და ნუ ეს არ არის მხოლოდ ამ პროგრამების დამოკიდებული, მათ შორის ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობაზეც იქნება დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ყველა ის პროგრამა, რომელიც ხორციელდებოდა, ეს იქნება Flex-ის პროგრამა, UGRED-ის პროგრამა, Fulbright-ის პროგრამა თუ სხვა მცირე პროგრამები, რომელიც მაგალითად მასწავლებელთა გასვლითი პროგრამები და მსგავსი ტიპის პროგრამები, ყველა იმედი მაქვს, რომ განხორციელდება ჩვეულ რეჟიმში, იმიტომ რომ ეს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმა მათი შეჩერება საქართველოსთვის.
მიღებისთვის, იმიტომ რომ ის ინტელექტუალური რესურსი და ცოდნა, რომელიც იქნებოდა საქართველოში, სწორედ იმ ადამიანების წყალობით ხდებოდა, რომლებიც ამ პროგრამების მონაწილეები იყვნენ. ამიტომ კიდევ ერთხელ განათლების დეპარტამენტის გაუქმებასთან ეს დაკავშირებული არ არის, სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამებია, რომელიც სამ პროგრამებს ახორციელებს, გაგრძელდება თუ არა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს პროგრამები, ჯერ ზუსტი ინფორმაცია მე არ მაქვს ამის შესახებ და თუ გაგრძელდება, საქართველოს რამდენად იქნება ამის აქტიური მონაწილე, ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, დამოკიდებული იქნება იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც რა ფორმით გაგრძელდება და როგორ იქნება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ეს გარკვეული არ არის. ანუ კიდევ ერთხელ ვთქვათ, ესე პირდაპირი ბმა არც ამ შემთხვევაში არის ქართველი სტუდენტების დაფინანსების კონტექსტში. თუმცა რა თქმა უნდა, ზოგადი სურათი მოქმედებს ქართველი და საერთაშორისო სტუდენტის მიღების კონტექსტზე, მათ შორის ის პოლიტიკა, რომელიც დღეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუნდაც მიღების სისტემებში, როდესაც საშეღავათო პოლიტიკა და საუნივერსიტეტო მრავალფეროვნება აღარ არის ის იმდენად ახალისებული, როგორც ეს იყო წინა წლებში და მათ შორის საერთაშორისო პირდაპირ კავშირში არის სახელმწიფოებს შორის, მთავრობებს შორის ურთიერთობაზე ცხადია. ხო, ამაზეც არის, მაგრამ ზოგადადაც საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა და დაფინანსება საერთაშორისო სტუდენტების უნივერსიტეტის პოლიტიკა იყო სწორედ იმ მრავალფეროვნების პლუსებიდან გამომდინარე, რაც ახლდა როგორც საზოგადოებრივი, ასევე აკადემიური და ცოდნის შექმნის უპირატესობის კონტექსტში. ანუ ამერიკული უნივერსიტეტები ცდილობდნენ მრავალფეროვანი კამპუსები ჰქონოდათ და ეს პოლიტიკა თუ გადაისინჯა და როგორც ჩანს, გადაისინჯება მათ შორის კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეცედენტი მეტყველებს ამაზე. შესაძლებელია ნაკლებად იყვნენ ორიენტირებული მრავალფეროვნებასა და მათ შორის საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვაზე, თუ კი ეს არ იქნება კომერციული ინტერესი და ეკონომიკური ინტერესი, არამედ მხოლოდ ცოდნის შექმნისა და ცოდნის განვითარების ინტერესი, რასაც აქამდე აკეთებდნენ საკმაოდ მოწინავე კერძო უნივერსიტეტები ამერიკის შეერთებულ შტატებში. კი ბატონო, საინტერესო პროცესია. პრობლემები საერთაშორისო სტუდენტების დაფინანსების პროცესში. საინტერესო პროცესია. ძალიან დიდი მადლობა, რომ ოდნავ უფრო კარგად გაგვარკვიეთ ამ ამბავში, ვიდრე ქართულ საზოგადოებას და ქონდა ამაზე ინფორმაცია, იმიტომ რომ თავდაპირველად თქვენც ახსენეთ, რომ განსხვავებული დამოკიდებულება გაჩნდა საქართველოში, რომ აი განათლების სამინისტრო დახურა ტრამპმა, თითქოს იმიტომ, რომ იქ რაღაცა სკოლებში ასწავლინენ ისეთ რაღაცას, რომელიც არ მოეწონა პრეზიდენტს და ამის გამო. სინამდვილეში ესე არ არის, ბატონმა შალვამ ახსნა კარგად თუ რითი იყო მოტივირებული ეს გადაწყვეტილება. ბატონ შალვა, ძალიან დიდი მადლობა. ვადევნებთ თვალს, როგორ განვითარდება მოვლენები და საინტერესო იქნება მერეც რომ ვისაუბროთ ამაზე. ვემშვიდობები სტუმარს, მადლობა.